ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები აქ შეკრებილ პატრიოტულ საზოგადოებას, მთავრობის მეთაურს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ქალაქის მერს, მთავრობის და პარლამენტის წევრებს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენი პარტიის თანამებრძოლებს, მოწვეულ სტუმრებს. სრულს განსაკუთრებული პატივისცემით მივესალმო თითოეული ჩვენგანისთვის სამაგალითო და მებრძოლ ადამიანს, ღირსეულ ქართველს, თავდადებულ პატრიოტს, პარტია ქართული ოცნება დემოკრატიულ საქართველოს დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ძვირფასო მეგობრებო, მოგეხსენებათ, დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც ქართული ოცნების თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნად გამოვაცხადო. დღეს მართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის. დამავდროულად ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება. სიმბოლურია, რომ დღეს წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ, პირდაპირ გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა. როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში ერთ ძლიერ გუნდად საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა. ძვირფასო მეგობრებო, სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო. ხალხის შიშის და რეპრესიების
ქვეშ ცხოვრობდა. ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში. ხდებოდა სისტემური დანაშაულებები. პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სწორედ ასეთ ვითარებაში ყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი. დრას მთავარია ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. და მადლობა ღმერთს, ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები. ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ ყველამ ნათლად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ჩვენმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ ჩვენი ქვეყანა გადარჩენის და გამარჯვების გზაზე ატარა. ამას მოწმობს ის უდავო ფაქტიც, რომ დღევანდელ მსოფლიოში ამ დაუნდობელი ომების ეპოქაში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში არსებულ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ ინარჩუნებს მშვიდობას, მეორეს მხრივ კი განუხროდ ვითარდება ყველა მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა, არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ერის ცხოვრებაში მშვიდობას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და მას განსაკუთრებით სჭირდება მოფრთხილება და შენარჩუნება. რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებში არის შესაძლებელი. თუმცა რამდენიმე წლის წინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში ღიად გამოვიდნენ რადიკალური ოპოზიციის წევრები და ომის მომხრეები, რომლებიც მშვიდობას აგრესიულად დაუპირისპირდნენ. ითხოვდნენ სანქციების დაწესებას საკუთარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ითხოვდნენ მებრძოლების გაგზავნას მთავრობის მიერ ნებადართული თვითმფრინავებით. ითხოვდნენ საქართველოს ომში ჩართვას, ანუ ქვეყნის დანგრევას და ჩვენი ხალხის განადგურებას. მაშინ, როდესაც ამ ურთულესი დღეებიდან მოყოლებული ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს და ქართულ ხალხს ომი და ქაოსი ავაცილოთ თავიდან. ეს საპატიო მოვალეობა ღირსეულად შევასრულეთ და არა მხოლოდ მშვიდობა შევინარჩუნეთ, არამედ უკვე მეოთხე წელია გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ქვეყანა მოიპოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, და პირველ რიგში მშვიდობას შენარჩუნება დასასრულდება. ომი რომ საშინელება, ეს ჩვენ ქართულებმა კარგად ვიცით. თუმცა საბედნიეროდ ყველა ომს აქვს დასასრული და იმედს გამოთქვავთ, მალე ჩვენს რეგიონშიც დაისადგურებს მშვიდობა. ძვირფასო მეგობრებო, ქართული ოცნება წარმოადგენს ერთადერთ უალტერნატივო ძალას საქართველოში, რომელიც არის მშვიდობის, კეთილდღეობის და ევროპული მომავლის გარანტი. მაგრამ დღეს ხედავთ, რომ მშვიდობას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უპირისპირდება იგივე ბოროტი ძალა, რომელიც 2012 წლამდე მართავდა, უпростоრად ანგრევდა და შლიდა ჩვენს ქვეყანას. დღეს ხელოვნურად დაყოფილი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, ომის და ქაოსის პარტია, ისევ აცხადებს პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ამ დროს ასეთ ბოროტებას არათუ ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ პოლიტიკაში დარჩენის საშუალება არ უნდა მივცეთ. მათ ქვეყანა ერთხელ უკვე დაანგრიეს და მეორედ ჩვენ არ მივცეთ ქვეყნის დანგრევის და ხალხის განადგურების საშუალებას. შესაბამისად, 2012 წლის მსგავსად 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ხალხისთვის არჩევანის გაკეთება მარტივია, რადგან დღეს
არჩევანი კეთდება ომსა და მშვიდობას, ომის პარტიასა და მშვიდობის პარტიას, განვითარებაზე ორიენტირებულ ეროვნული ინტერესების გამტარებელ პოლიტიკურ ძალას და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელ ომის და ქაოსის შემომტან ბოროტ ძალას შორის. ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ერთგული ამომრჩევლის, ჩვენი ბრძენი ხალხის გვერდში დგომით და ჩვენი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა არჩევნებში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და მჯერა ისევ ჩვენი ბრძენი ხალხის თანადგომით და ერთად ბრძოლით 26 ოქტომბერს ქართული ოცნება აუცილებლად გაიმარჯვებს. მერტი იყო ჩვენი პარველი. დიდი მადლობა. ქართული ოცნების გენერალური მდივანი, თბილისის მერი, კახა კალაძე. მშვიდობის მეგობრებო, მივესალმები ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, დამსწრე საზოგადოებას, ჩვენი გუნდის ლიდერებს, პარტიის თითოეულ წევრს. ჩვენი მიზანია საქართველოს გამარჯვება და არა ვინმეს დამარცხება. ეს სიტყვები ქართული ოცნების დამფუძნებელმა მაშინ წარმოსთქვა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ პირველად შეიტყო ქართული ოცნების შესახებ და ქვეყნის გამარჯვების სურვილით გაერთიანდა ბიძინა ივანიშვილის გუნდის გარშემო. დღესაც, როდესაც ქართული ოცნება მორიგი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ პარტიულ ოფისს ხსნის, დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ერთადერთი მიზანი ამოძრავებს ქართულ ოცნებას. მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, საქართველოს გამარჯვებისთვის. ქართული ოცნება არ იბრძვის ვინმეს დასამარცხებლად. ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს გამარჯვებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ძლიერი, წარმატებული ქვეყნის აწმყოსა და მისი ხვალინდელი დღისთვის, ჩვენი უნიკალური კულტურის, წესჩვეულებების, ტრადიციების დაცვისა და შენარჩუნებისთვის, ნიჭიერი ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობისა და მათი შესაძლებლობების განვითარებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის, საქართველოს გაერთიანებისთვის, რაც თითოეული ქართველის ოცნებაა. ჩემო მეგობრებო, არ მომერიდება იმის თქმა, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული განვლილი 12 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივახციეთ. ჩვენი გუნდი იყო პირველი, რომელმაც საქართველოში პოლიტიკის ამოსავალ წერტილად ადამიანი და მისი უფლებები დასახა მიზნად. სწორედ ქართულმა ოცნებამ მოიტანა არა ფასადური, არამედ რეალური თავისუფლება. ადამიანებს დღეს განსხვავებული აზრისა და პოზიციის დაფიქსირების არ ეშინიათ. რეალურად ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც თითოეულ მოქალაქეს, მთელ საზოგადოებას და ქვეყანას ღირსება დაუბრუნეთ და მის განუხრელ დაცვაზე ვზრუნავთ. სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ევროპული დემოკრატიის მშენებლობა, თავისუფალი, ღირსების შეგრძნებით სავსე საზოგადოების ჩამოყალიბების ნიადაგზე გაბედა, როდესაც ჩვენი მოქალაქეები პირველ რიგში სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარედ გამენ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ამ ისტორიული გამარჯვებიდან 12 წლის შემდეგ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები გვაქვს. დღეს ჩვენი როგორც საკუთარი ხალხის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მართველი გუნდის მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნება, საქართველოს განვითარება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და ევროპული მომავალის უზრუნველყოფაა. გულუბრყვილოები არ ვართ.
და კარგად გვესმის, რომ ამ გზაზე ურთულესი დაბრკოლებები გველოდება წინ. მით უფრო იმ პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რასაც რადიკალები და მათი დამფინანსებლები ცდილობენ რომ შექმნან. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების თითოეული წევრის, ჩვენი გუნდის თითოეული მხარდაჭერის ერთიანობით გავაძლიეროთ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს საკეთილდღეოდ. ძალა, რომელიც მოქმედებს არა ემოციებით და თავსმოხვეული წესებით, არამედ რაციონალურად და ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით მართავს ჩვენს ქვეყანას. საბოლოო მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მთავარი წყალგამყოფი მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნებია, რომლის შედეგსაც საქართველოს მომავლისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიას ახალი შემართებით, სიმბოლურად სწორედ ახალი ოფისიდან ვიწყებთ. აქ შეკრებილი ადამიანების, ჩვენი გუნდის წევრებისა და მხარდამჭერების ენთუზიაზმი მარწმუნებს, რომ ამ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირში გაწევრიანების ჩვენს მიერ დაწყებულ პროცესს ქართულ ხალხთან ერთად ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ. საქართველო იყო და არის ევროპა. დასასრულს ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს კიდევ ერთხელ ულოცავ ახალი ოფისის გახსნას. მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის განვითარება, წინსვლა და აღმშენებლობა. ჩემო მეგობრებო, მინდა ერთი რამ გითხრათ. მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ქართველ ხალხს, გაუმარჯოს ქართულ ოცნებას. მადლობა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე. მოგესალმებით, ქალბატონებო, მოგესალმებით ბატონებო. მივესალმები მოწვეულ სტუმრებს, მივესალმები ქართული ოცნების თითოეულ წევრს. დაწყებული ბატონი ბიძინა ივანიშვილით, ჩვენი საპატიო თავმჯდომარით და დამფუძნებლით, დამთავრებული თითოეულ ჯარისკაცამდე, ქართული ოცნების ჯარისკაცებს, რომ უწოდებენ თავს, თითოეულ მათგანს მივესალმები. მივესალმები ასევე ჩვენი მეგობრების ჯგუფს, შემართულ ჯგუფს, რომელსაც ხალხის ძალა ქვია და ეს შემთხვევითი არ არის ეს მისალმებაც მათ შორის, იმიტომ რომ ჩემგან გაიგებთ ალბათ პირველად დღეს გავკადნიერდები, რომ ისინი საპარლამენტო არჩევნებში ჩვენთან საერთო სიით მიიღებენ მონაწილეობას. ქართული ოცნების 41,000-ზე მეტ წევრს ულოცავ მათ ახალ ოფისს. ცოტა მეტია ციფრი, მაგრამ სხვა ციფრის თქმელით ჯერ დღეს მე არ ვარ გამორიცხულია. გილოცავთ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რაც ამ ქვეყნის სიყვარულით მოყოლებული 2011 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით თითოეულმა თქვენგანმა გააკეთა. და მადლობა ასევე მომავლისთვის, როდესაც თქვენ კიდევ მეტი შემართებით დაიხარჯებით საკუთარი სამშობლოსთვის. ყველა ხვდება, მეგობრებო, რომ წელს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი არჩევნები, სადაც ჩვენი ოპონენტები მაგალითად თავიანთ ხედვაზე ილაპარაკებენ და ისაუბრებენ, რადგან მათ, როგორც მათვე თქვეს, არ აწყობთ შევიდნენ რომელიმე თემის შინაარსში და სიღრმეებში. ეს იქნება არჩევნები, სადაც ან სიკეთე, სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ძალა, ქართული იდენტობა და ტრადიციები, მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა, სიმართლე, ჭეშმარიტი, ქრისტიანული, ევროპული გზა გაიმარჯვებს, ან და მეორე ან აქ აღარ არსებობს, არ არსებობს მეორე ან, რადგან ამ ქვეყანას ფიზიკური და სულიერი განადგურება ნამდვილად არ უწერია. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით. ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ დამოუკიდებელი, ხაზგასმით ვამბობ, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას გლობალური ომის ძალების აგენტურად სრულ ნარატივებით დაგვიპირისპირდება. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ ნაცობა, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია საბოლოოდ დამთავრდეს
და გასამართლდეს. დღეს საქართველოს და მისი ხელისუფლების უპირველესი ამოცანა გახდა ქვეყნის ფიზიკური და სულიერი გადარჩენა. მისი შემდგომი განვითარება და თავისუფლება ყოველგვარი სუბიექტური გავლენებისგან, რაც არა მხოლოდ შეგვიძლია, არამედ ვალდებულებიც ვართ ეს გავაკეთოთ. ამიტომ უნდა შევძლოთ იმგვარად გაძლიერება, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ ამ ქვეყანაში, საქართველოში მიიღებოდეს. ერთი არსებული რეალობა და მეორეა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ცრუ კამპანია, თუმცა ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ მაგალითად ევროკავშირის ფაქტორი ნაცვლად კეთილსინდისიერი მიზნებისა ვინმე შანტაჟის იარაღად გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს და ქართულ ხალხს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერავინ მოატყუებს მათ და ქართველი ხალხიც ბოლომდე დაგვიდგება გვერდით ამ უთანასწორო ბრძოლაში, სადაც აუცილებლად გავიმარჯვებთ წელს იმ არჩევნებზე, რომელთაც ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, როგორც 2012 წლის არჩევნებს. აი ეს არის ნამდვილი ერთობა და არა უბრალოდ სიტყვა, რომელიც ვიღაცებს სარწმუნოების ჩასანაცვლებლად ჭირდებათ. ჩვენ ვივლით ქართულ გზაზე, სადაც თანაბარი შანსი და გარანტია ექნება ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, დეოკუპაციას და ქვეყნის გამთლიანებას, რწმენის, ეროვნული იდენტობის და ტრადიციების შენარჩუნებას და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ წევრობას ევროპულ ოჯახში და არც ერთი რომელიმე მეორის ხარჯზე. ამიტომ მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით და მხოლოდ ევროპისკენ. დიდი მადლობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მოგესალმებით ხალბატონებო და ბატონებო. მივესალმები პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს. მივესალმები ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრებს. მივესალმები ქართული ოცნების წევრებს და მხარდამჭერებს. მივესალმები ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრებს. მივესალმები ქვეყნის შიგნით და გარეთ ცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. დღეს ქართული ოცნება ჩვენი ახალი ცენტრალური ოფისიდან ვერთვებით აქტიურ საარჩევნო მარათონში. ქართული ოცნების ყოველი გამარჯვება ქართველი ხალხის გვერდში დგომით, მათი უდიდესი ნდობით იქნა მიღწეული და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ხალხთან ერთად კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მეგობრებო, საქართველოს ქარტეხილებით სავსე ისტორია არის ეროვნული თვითყოფადობისა და ღირსებისთვის ბრძოლის ისტორია. ჩვენი ქვეყნის არსებობის მრავალათასწლოვან გზაზე ბევრჯერ დამდგარა ქართული სახელმწიფოებრიობის, უფრო მეტიც ქართველი ერის არსებობა არარსებობის საკითხი. ფაქტი ერთია, უდიდეს იმპერიათა კვალიც კი აღარ სადაა, საქართველო კი დღესაც ამაყად დგას და სხვა ღირსეულ ერთა შორის თავაწეული და ახალ-ახალი გამარჯვებებით ფრთაშესხმულია. არავინ ქართველი კარცის დარად არ იცის ბრძოლის ფასი. ისევე როგორც არავინ იცის ჩვენნაირად მშვიდობის ფასი. სწორედ მშვიდობიანობის დროს იწყება ქართული გენის არნახულ გაბობწყინება. სწორედ ასე დროს იქმნება ქართული სულიერებისა და კულტურის საგანძურები. ასე დროს იწერება ვეფხისტყაოსანი, ჩდებიან ოპიზრები და იქმნება ყინწვისის ანგელოზი. სწორედ ამიტომაც ისმის დღეს ქართული საგალობელი ვატიკანში და ქართული ჰიმნი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. თუმცა თავისით არაფერი მოდის. დღეს ჩვენ ვიმკით იმ კეთილი მარცვლის ნაყოფს, რომელიც 12 წლის წინ ჩვენ ერთად დავთესეთ. ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად ჰქონდა 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი. ქვეყანამ და ხალხმა დაისვენა ომებისგან, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს და იმედებს კლავდა. და როგორც ჩვენს ისტორიაში ხდებოდა, მშვიდობასთან ერთად დადგა დრო ქართული გენის გამოვლენის და ქვეყნის აღშენებლობით. სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს
არც ერთი ევროპული ქვეყანა ეკონომიკურად და ინსტიტუციურად არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც საქართველო. სწორედ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის შედეგია ახალი თაობა, რომელსაც არ უნახავს ომი და არ განუცდიან გრევის ტკივილი. პირიქით, მშვიდობითა და უნიკალური შესაძლებლობებით მთაშესხმულებმა მსოფლიო მასშტაბით ამაღად გაიტანეს საქართველოს სახელი. სწორედ 12 წლის წინ დათესილმა მარცვალმა და გრძელვადიანმა ხედვამ გახადა შესაძლებელი, რომ ევროპაში ბევრი სკეპტიკოსის მიუხედავად მივახციეთ ასოცირების შეთანხმებას. ევროპიდან ბევრის წინააღმდეგობის მიუხედავად მოვიპოვეთ უვიზო მიმოსვლა. ბევრი ევროპელი ოპონენტის მცდელობის მიუხედავად გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს შესაძლებელი გახდა იმიტომ, რომ ქართული ოცნება განსხვავებით დამოუკიდებლობის პერიოდის ყველა სხვა ხელისუფლებისგან არასდროს ყოფილა სულსწრაფი, არ ეძიებდა იმწამიერ და მყიფე შედეგებს, არამედ ისახავდა გრძელვადიან და მდგრად მიზნებს. ჩვენივე ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნის ცხოვრებაც ადამიანის ცხოვრებასავით არის, სადაც მოჩქარეს ყოველთვის მოუგვიანდება. მადლობა მინდა გადაუხადო ქართული ოცნების დიდ ოჯახს, თითოეულ პარლამენტარს, მთავრობის წევრს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პარტია ქართული ოცნების წევრების და მხარდამჭერების დიდ არმიას. მადლობა იმისთვის, რომ განვლილ რთულ ქარტეხილებში ყოველთვის ვინარჩუნებდით მთავარ ორიენტირს, საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანას. მადლობას ვუხდი ასევე ნამდვილ მეგობრებს, შიგნით და გარეთ, მშვიდობის გზაზე საქართველოს გვერდში დგომისთვის. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ეს მეგობრობა და მომავალშიც ვიქნებით ერთგული ნამდვილი მეგობრებისადმი ჭირსა თუ ლხინში. მეგობრებო, ყველა ქვეყანამ თავისი უნიკალური გზა გაიარა ევროკავშირისკენ. იმიტომ რომ ყველა თავისი უნიკალური ისტორიული გამოცდილებით, მომავლის ხედვით და ფუნქციით შედის ამ კავშირში. დღესაც ხედავთ, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ქვეყნების სხვადასხვა გამოცდილებას, გამოცდას, განსაცდელსაც კი გადიან. ქართველმა ხალხმა კაფიო თქვა, რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ ხრივ, ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კულტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას. მეორე, ეს არის ევროკავშირი, როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფით მხოლოდ და ოღონდ წევრობას. ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად და არა უბრალოდ შევერიოთ მას. მეგობრებო, ჩვენი თითოეული ნაბიჯის, ქვეყნის ევროპული გზის, კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის ძალისხმევის მთავარი შემფასებელი არის არა სხვა რომელიმე დედაქალაქი თუ უცხოელი პოლიტიკოსი, არამედ არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ხედავენ და აფასებენ ჩვენი გუნდის ერთგულებას სამშობლოსა და თითოეული ადამიანისადმი. ამიტომ არის, რომ ჩვენ ამ არჩევნებში კონკურენტი არ გვყავს. ვინაიდან ომი მშვიდობის კონკურენტი ვერ იქნება. ისევე როგორც უიმედობა კეთილდღეობის, ნგრევა აღშენებლობის, უსამშობლობა პატრიოტიზმის. ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იყოს არა უბრალოდ მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის, ანუ ჭეშმარიტი ქართული ოცნების გამარჯვება, არამედ ეს უნდა იყოს ომის, ნგრევის და უსამშობლობის საბოლოო დამარცხების დღე. გვჯერა გამარჯვების თქვენთვის, თქვენით და თქვენთან ერთად, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ. მადლობა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები პარტიის დამფუძნებელს, სასაპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიზინა ივანიშვილს,
მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალ მდივანს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ჩვენს საპატიო ღრმად პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას და ქართული ოცნების ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე ქართულ ოცნებას ექნება საკუთარი თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არც ერთი არჩევნების აგებას არ ვაპირებთ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა. ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. ქართულმა ოცნებამ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. ქართულმა ოცნებამ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. 30,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20% დააკარგვინა. ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინაევანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადაუხადო. 12 წლის მანძილზე ქართული ოცნების მმართველობამ საქართველოს დემოკრატიულთან ერთად ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა. 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის შენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება. 1,100,000-დან თითქმის 700,000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავის სიღარიბეს. გასული 4 წელიწადი განსაკუთრებული სირთულეებით იყო აღსავსე. 2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი ცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა. გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით საქართველოს სრულად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ქვეყანა წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ეგრეთ წოდებული პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს. შარშანდა წელს ორჯერ გათამაშდა საუკუნის თაღლითობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ანტიევროპულ მოვლენად გამოგვიცხადეს. ამ ყველაფრის უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტო სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად ქართული ოცნების ხელისუფლება წარმატებით აუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი, მამული, ენა და სარწმუნოება. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განემტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, საქართველო არასდროს ყოფილა ესეთი სუვერენული, როგორც არის დღეს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი. ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორც არის დღეს. ამ მორჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა, ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ. აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს, აირჩევს ბნელ წარსულს თუ აირჩევს ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს. დღეს ქართულ ოცნებას ამ მორჩევლის 60% უჭერს ხარს. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა სინამდვილეში გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა ამდენი დანაშაულის ფონზე ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30%-ის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული
და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალ საუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამორჩეულს. 2020 ან 2021 წელს ნაციონალური მოძრაობისთვის, ევროპული საქართველოსთვის, გირჩისთვის, ლელოსთვის ან გახერიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიასროს. მინდა მადლობა უთხრა ქართულ ხალხს. სწორედ ქართული ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო ქართულმა ოცნებამ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება. სწორედ ქართული ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას. ქართული ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს ქართული ოცნება, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისთვის. უღრმესი მადლობა. ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებმაც ოქტომბერში კიდევ ერთხელ უნდა თქვან გადამწყვეტი სიტყვა და დაიცვან საქართველოს ნათელი მომავალი. გავიხსენებ 2012 წელს, როდესაც ქართულმა ოცნებამ ოპოზიციიდან დაამარცხა ნაციონალური მოძრაობა და ქვეყნის განვითარებაში პრინციპული გარდატეხა შეიტანა. 2012 წელს ჩვენ წარსულს შევაბარეთ რეჟიმი, რომლის ხელწერა იყო ადამიანების სამება, უკანონო პატიმრებით სავსე ციხეები, ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების მიტაცება, არჩევნების გაყალბება, საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დაკარგვა. ქართული ხალხის უპრეცედენტო ერთიანობის წყალობით 2012 წელს დავამარცხეთ სისხლიანი რეჟიმი და ფიქრობდით, რომ ნაციონალური მოძრაობა ვეღარასოდეს განაცხადებდა პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ ღრმად ჰქონდათ ფესვები გადმული და წარმოადგენდნენ იმ გლობალური გავლენის მქონე ძალის აგენტურას, რომელსაც დღეს გლობალური ომის პარტიად მოიხსენიებთ. სწორედ გლობალური ომის პარტიის მფარველობის შედეგია, რომ ამ ბოროტებასთან დღემდე გვიწევს ბრძოლა. ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ 2012 წლიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ეს ბრძოლა 2016, 2020 და 2021 წლებშიც საქართველოს და მისი სუვერენიტეტის გამარჯვებით დასრულდა. წინასწარ დაგეგმილი ცდილობის მიუხედავად, ნაციონალურ მოძრაობას და მის მფარველებს საბოლოოდ სამივე შემთხვევაში არჩევნების შედეგების აღიარება მოუწიათ. საქართველოს ანალოგიური მოცემულობით ხდება 26 ოქტომბრის არჩევნებსაც, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებშიც საქართველოს აუცილებლად გაიმარჯვოს იმ ძალებზე, რომლებიც გასული 4 წლის მანძილზე საქართველოში არეულობის შემოტანას და ქვეყნის ომში ჩათრევას გამალებით ცდილობდნენ. კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს ქართული ოცნება აგენტურაზე, გაიმარჯვებს მშვიდობის პარტია ომის პარტიაზე. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა და მისი მფარველებისთვის ესაა ბოლო გაბრძოლება საქართველოში არეულობის შემოსატანად და მეორე ფრონტის გასახსნელად. ქართული ოცნებისთვის ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოში მშვიდობის საბოლოოდ გასამტკიცებლად. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დასასრულებლად, სიმშვიდის, სტაბილურობისა და ეკონომიკური წინსვლის შესანარჩუნებლად, ეროვნული ღირსების დასაცავად და ამ ყველაფრის შედეგად საქართველოს ევროპული პერსპექტივის შესანარჩუნებლად. წლევანდელი არჩევნები ერთი რამით არის გამორჩეული. ქართველი ამორჩეველი არასოდეს ყოფილა ასეთი გათვითცნობიერებული იმ პოლიტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც საქართველოში და საქართველოს გარშემო ამ წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ასეთ პირობებში დღეს ქართული ხალხისთვის არჩევნების გაკეთება კიდევ უფრო მარტივია. ამ ყველაფრის შედეგიცაა, რომ დღეს ქართულ ოცნებას 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რეკორდული მხარდაჭერა აქვს და მას მოსახლეობის დაახლოებით 60% უცხადებს ნდობას.
ურთულესი გამოწვევებისა და უმძიმესი ზეწოლის მიუხედავად გასული 4 წლის მანძილზე ჩვენ ქვეყანას შეუნარჩუნეთ მშვიდობა, გავაორმაგეთ დოლარში ქვეყნის ნომინალური ეკონომიკა და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მოგვცა სწორედ ქართული საზოგადოების თანადგომამ, რომელმაც დეზინფორმაციისა და манипуляციის არაერთი ტალღის მიუხედავად შეცდომა არ დაუშვა და საქართველოს იმ ტრაგედიისგან დაიცვა, რომელიც სამწუხაროდ უკრაინაში დატრიალდა. ეჯგარეშია, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებსაც უშეცდომოდ ჩაატარებს და ქართული ოცნება საქართველოს პარლამენტში მორიგჯერზე მანდატების უმრავლესობას მიიღებს. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არ არის საკმარისი. ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება, იმისთვის რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია. აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, იმისთვის რომ საქართველოს შეუქცევადად განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და მიაღწიოს ევროპული სტანდარტების კეთილდღეობას, რაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებელი პირობაა. ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ სრულად დაგოს პასუხი ქართული საზოგადოებასა და კანონის წინაშე. არჩევნების შემდეგ მათ მოუწევს პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს. განსაკუთრებით 2008 წელს დაკვეთის შესრულებისა და ქვეყნის ომში ჩართვის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას ორი ისტორიული რეგიონის დროებით დაკარგვად დაუჯდა. კონტროლი დავკარგეთ 125 დასახლებულ პუნქტზე, გარდაიცვალა 412 ჩვენი მოქალაქე, დაიჭრა და დასახელდა 2000-მდე ადამიანი, ხოლო ომის შედეგად 126,000 ჩვენი თანამემამულე საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ მაქსიმალური სახალხო ლეგიტიმაცია. დღეს საქართველოს არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი ქვეყნის გაწერვის რისკზე წავიდეს. საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეირვერკის ნაცვლად ლომჯარიას ფეირვერკს მივიღებთ. იმისთვის, რომ ასეთი კრიტიკული არჩევანის წინაშე აღარასოდეს დავდგეთ, აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა, დავასრულოთ აგენტურა, რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყანა სწრაფი ტემპით განაგრძობს წინსვლასა და განვითარებას. სამწუხაროდ კონკრეტული ძალები კვლავაც არ იშლიან ფიქრს მეორე ფრონტზე, რამაც მათი გათვლით პირველ ფრონტზე არსებული რთული მოცემულობა უნდა შეცვალოს. სწორედ მეორე ფრონტის ლობირების შედეგია ის უპრეცედენტო ზეწოლა, რომელიც საქართველოს უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება და უკრაინაში ომის დაწყების დღიდან განსაკუთრებულად გააქტიურდა. გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე, რაც ქართულ საზოგადოებაში ქმნის აღქმას, რომ საქართველოს კონფლიქტი ამერიკის სახელმწიფოსთან და ევროკავშირთან აქვს. თუმცა, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც ყისიერად გაქრება. გლობალური ომის პარტიის სურვილი ცხადია, რადგან დარწმუნდნენ, რომ ომში არ ჩავერთვებით და საქართველოს უკრაინის ბედის გაზიარებისთვის ვერ გავწირავთ, მათ აქვთ ბოლო მცდელობა ხელისუფლებაში დააბრუნა აგენტურა, უსამშობლო ადამიანების ერთობა, კოლექტიური რაციონალური მოძრაობა, რომელიც ამ ნაბის დავალების მიღებისთანავე გადადგამს. სწორედ ამიტომ ლობირებენ ისინი ძველ და ახალ ნაციონალურ მოძრაობას, სააკაშვილს, გვარამიას, ზურაბიშვილს, ხაზარაძეს, გახარიას, ბოკერიას და სხვა უსამშობლო პოლიტიკოსებს, რომლებიც ნებისმიერი დავალების შესრულებაზე მოაწერენ ხელს. ანიომებთ, ან წახვალთ. ეს არის ყოლად მეუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბერს სათანადო პასუხს გასცემს. ყველასათვის ცხადია, რომ ომში ჩართვის შემთხვევაში საქართველოს უკრაინაზე მძიმე შედეგსაც კი მიიღებს. ამ შედეგის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა, რომელიც 26 ოქტომბერს ქართული ოცნების მორიგი გამარჯვებით საბოლოოდ გადაიჭრება. გადასატანი ვრჩება მაქსიმუმ 1 წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონალური პოლიტიკური ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ. უკრაინაში მიმდინარე ომი ყველაზე გვიან 1 წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს. შესაბამისად,
მთავარი ეს მცირე დროც მოვიგოთ და როგორც კი ომი დასრულდება ამერიკასთან და ევროპასთან ყველა გაუგებრობა და უყოვნებლივ წარსულს ჩაბარდება და საქართველოს გლობალური პოლიტიკის მოთამაშეებისთვის სრულიად განსხვავებული ინტერესის საგანი გახდება. საქართველოს თანმიმდევრულად ვითარდება, მათ შორის ძლიერდება მისი სტრატეგიული ეკონომიკური დატვირთვა. ისტორიულად საქართველოს ერთმანეთს აკავშირებდა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას. ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვკვეთოთ საქართველოს როლი შუა დერეფნის პროექტში. მინდა მადლობა გადაუხადო ჩინეთის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოხატა. ეს არის შედეგი, რომლისთვისაც ქართული ოცნების გუნდი და პირადად მე წლების მანძილზე გვვნიდით საფუძველს. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება არ არის ალტერნატივა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის. პირიქით, ეს არის შემავსებელი ფაქტორი იმ საერთო თანამშრომლობისთვის, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გაღრმავდეს. იმისთვის, რომ საქართველოს განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების ორივე მხარესთან, დასავლეთთან და აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ, უკვე მომავალ წელს საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ. დარწმუნებული ვარ, ყველა გაიაზრებს იმასაც, რომ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენ ქართულ საქმესთან ერთად მათი საქმეს გავაკეთეთ. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არის რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის, მონობასა და ღირსებას შორის, ბლენ წარსულში დაბრუნებასა და წინსვლას შორის, სულ უპერსპექტივობასა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას შორის. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას, რაც ქართველი ხალხის ფიზიკური და სულიერი გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის საწინდარია. მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართულ ამომრჩეველს ქართული ოცნება სთავაზობს. დიდი მადლობა. საქართველო აქარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდნო ჩემი საქართველო აქარი მეცაკ ჩემი ღამე ულაგავათენო ჩემი საქართველო აქარი ლავი მოწოდამდელო ლავი მიმოქცევა წაშორი ახალ თაობათა მოსვლას ანადრელო შენ ხარ შუქი ჩემი ჯაღარი ჩემო სიამაყე ჩემო სადარდნო ჩემი საქართველო აქარი მე და ჩემი ხალხი ულგაგავათენო ჩემი საქართველო